გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. ამ ვიდეოშიც ვისაუბრებ ირანში და მის გარშემო მთლიან რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. უფრო კონკრეტულად თუ რა ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გასული 24 საათის განმავლობაში და ასევე ამ ვიდეოში თქვენ შეიტყობთ, რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში ვარაუდებს არ გულისხმობ ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით რა არის ცნობილი უახლოეს მომავალში არსებული გეგმების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ, რომელსაც შეეხოთ უკვე ეს კონფლიქტი. ვახსენე 24 საათი, თუმცა თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად, კიდევ უფრო მანამდე რა ხდებოდა, შეგიძლიათ ჩემ არხზე განთავსებულ წინა ვიდეოებს გადახედოთ. აქვე თუ მოგეწონებათ და თქვენთვის საინტერესო იქნება ეს მიმოხილვა, დაალაიქეთ აუცილებლად, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, აქვე მოგიკითხავთ ყველა გამომწერს და მათ ვინც ხშირად მადევნებთ თვალს. აუდიტორია იზრდება, რაც მე ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ არხს და სულ მალე ავალთ 10,000 გამომწერზე. ვნახოთ როგორ წავა პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში მე ჩემი საქმის კეთებას განვაგრძობ და იმედია მომავალშიც შევძლებ. დავიწყოთ მოკლედ ერთგვარად მთავარი თემების ჩამონათვალი გავაკეთოთ და დავაანონსოთ რაზე ვისაუბრებ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ მძიმე ღამე იყო ისრაელში, მათ უწევდათ ინტენსიური სარაკეტო იერიშების მოგერიება, რომელიც მოდიოდა ირანიდან. გარდა ამისა, რთული ღამე იყო ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, 5 ქვეყანაზე მიიტანა იერიში ირანმა შაჰიდებით და დრონებით, და ბალისტიკური რაკეტებით და იქაც აქტიურად მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემები. გარდა ამისა, რაც შეიცვალა და რაც მნიშვნელოვანია ბოლო 24 საათის განმავლობაში არის ის, რომ ისრაელმა გახსნა ერთგვარად მეორე ფრონტი, ოფიციალურად განაცხადეს ამის შესახებ, რომ ისინი არ იქნებიან მხოლოდ თავდაცვის პოზიციაში ლიბანიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ, იგულისხმება ჰეზბოლადან მომდინარე საფრთხეები და ისინი გადავიდნენ შეტევაზე, გაანადგურეს კიდევაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი. იმის საპასუხოდ, რაც მანამდე ჰეზბოლამ გააკეთა პრინციპში, ერთ დღით ადრე ლიბანიდან განხორციელდა იერიშები ისრაელის მიმართულებით, შესაბამისად ახლა ბევრი მიმართულებით უწევთ ისრაელელს სამხედროებს მუშაობა, საჰაერო თავდაცვა, შეტევების მოგერიება, ისრაელს უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წარმოება, რაც ძალიან მასშტაბური პროცესი არის და ამავდროულად მათ დაიწყეს იერიშების მიტანა ჩრდილოეთით ლიბანის ტერიტორიაზე ჰეზბოლას ობიექტებზე, როგორც აღნიშნე. ასევე მნიშვნელოვანი ამბავი გახდათ ბოლო 24 საათის განმავლობაში ის, რომ მსხვერპლი გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალთან მიმართებით ვამბობ, 4 სამხედროს გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი და ამაზე წინა ვიდეოში ვყვებოდი გუშინ. დაემატა 2 ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია, რომ 6 ამერიკელი სამხედრო არის დაღუპული. ამაზე ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ვითარებაში არიან დიდი ალბათობით ეს სამხედროები დაღუპული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც თავშივე უნდა გამოვყოთ, არის ის, რომ მეგობრული, ეგრეთ წოდებული მეგობრული ცეცხლი დაფიქსირდა ქუვეითის ტერიტორიაზე ამერიკული ავიაგამანადგურებლები ჩამოაგდეს მეზენიტეებმა. ამაზე დიდი ამბავი იყო გასული 24 საათის განმავლობაში. ეს რაღაც გაუგონარი შეცდომაა პრინციპში, თუმცა ხდება ესეთი შემთხვევებიც და ფაქტი ერთია, რომ თავად ირანს არც ისრაელის და არც ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი ავიაგამანადგურებელი არ ჩამოუგდია ეს დანაკარგი. თავად გამოწვეული არის აი ამ შეუთანხმებელი მოქმედებით ან რა ვიცი, დაბნევულობით თუ გამოუცდელობით ამ შემთხვევაში ქუვეითის მეზენიტეების მხრიდან, ასე ვთქვათ. არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ობიექტს დაარტყეს ირანის ტერიტორიაზე ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა, მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ თავშივე ირანის პარლამენტი, საიდანაც ხშირად სკანდირებდნენ ხოლმე სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას. მოკლედ, გაჩვენებთ შესაბამის კადრებსაც და ყველა საინტერესო ნიუს შემოგთავაზებთ გზადაგზა, რაც მეტნაკლებად წარმოდგენას შეგიქმნით
დღეს სად არის ეს პროცესი, რა ეტაპზეა ეს სამხედრო მოქმედებები, რა შედეგები აქვს უკვე ამ ყველაფერს, რაც ხდება ირანში და მის გარშემო და აუცილებლად როგორც თქვი, უნდა შევეხოთ თავდაპირველად იმას, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში, აქ გრძელვადიან პროგნოზებზე ცხადია საუბარი, ზედმეტია, უბრალოდ რა იქნება მომდევნო თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში. ამ ყველაფერზე განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც ტრამპმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და აი ამ კაცმა, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, გენერალმა დენ კეინმა, ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა და მან თქვა, რომ ახალი ფაზა იწყება, ასე ვთქვათ, დაანონსა მან უფრო ძლიერი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე. ამ ბრიფინგზე, სადაც გენერალმა მიმოიხილა პირველი 48 საათი სამხედრო ოპერაციის, რომელსაც ეწოდა ეპიკური რისხვა, თქვა, რომ უკვე მივიდა პროცესი იმ კონდიციამდე, რომ უკვე შესაძლებელი არის უფრო მეტი ტაქტიკური ავიაციის ჩართვა პროცესში და შევეცდები მოკლედ ავხსნა ორიოდე სიტყვით თუ რას გულისხმობს ეს ყველაფერი. ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ნგრევა და ბევრი ობიექტების განადგურება ვნახეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში, ამ პირველი 2 დღის განმავლობაში პირველივე საათებიდან განსაკუთრებით აქცენტი გააკეთა ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების მოსპობაზე, მათ აქცენტირებულად ურტყეს ამ გასული საათების განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებს სარაკეტო შესაძლებლობებთან ერთად იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაეკაფათ გზა თეირანისკენ მათი საჰაერო ძალებისთვის და უფრო თამამად იმოქმედონ უკვე შემდგომ დღეებში მათმა პილოტებმა და დაიწყება, როგორც დენ კეინი ამბობს, უკვე მთავარი დარტყმა, ახალი ფაზა, უფრო მძლავრი იერიშები ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე. მათ მიწისქვეშა ბაზებზე, რაკეტების განთავსების ადგილებზე, ბირთვულ ობიექტებზე, ბაზებზე, სამეთაურო შტაბებზე თუ ასე და ასე შემდეგ. მიზანი კი, სხვათა შორის ამაზე საინტერესო განცხადება გააკეთა ტრამპმა, მან ერთგვარად განმარტა თუ რას ემსახურება ეს ოპერაცია კიდევ ერთხელ, მან პირდაპირ თქვა, რომ ეს სამხედრო ოპერაცია არ დაწყებულა რეჟიმის ცვლილებისთვის, თუმცა მანაც და სხვებმაც იგივე პიტ ჰექსეტმა ომის მდივანმა ხაზი გაუსვეს, რომ რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება და ეს უკვე შეიცვალა თუ ვიგულისხმებთ იმას, რომ აღარ არის ცოცხალი ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი. თუმცა ტრამპი განმარტავს ასეთ რამეს, რომ მთავარი ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ირანის სამხედრო რესურსების განადგურება, შეტევითი რესურსების განადგურება, პირველ რიგში ბალისტიკური რაკეტების არსენალის განადგურება და ბირთვული საფრთხის სრულად მოსპობა იმისთვის, რომ ვინც არ უნდა გახდეს მომავალში უკვე ირანის მართველი და რაზრახვებიც არ უნდა გაუჩნდეს სამომავლოდ მათ, ეს შესაძლებლობები უბრალოდ არ ქონდეს და ეს მნიშვნელოვანი საფრთხე არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე მისი პარტნიორი ისრაელისთვის, რომელსაც ორივე ამ ქვეყანას სიკვდილით ემუქრებოდა ეს რეჟიმი და სწორედ ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამ სამხედრო შესაძლებლობებს ირანი ამ მიზნების მისაღწევად ავითარებდა და იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ მიეღწიათ კრიტიკული ნიშნულისთვის. ასევე ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად გასულ ზაფხულს ჩატარებული ოპერაციისა, სადაც დაიბომბა ბირთვული ობიექტები, ირანს არ შეუწყვეტავს ამ კუთხით მუშაობა, ისინი კვლავ ავითარებდნენ ბირთვულ პროგრამას და არსებობდა რეალური საფრთხე და სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი იყო ამ სამხედრო ოპერაციის დაწყება. აქვე ვადებზეც გააკეთა მან განცხადება, ესაც მნიშვნელოვანია, რომ თავშივე ვთქვათ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არეალი არის დაახლოებით 1 თვე 4 ან 5 კვირა მინიმუმ დაჭირდებაო, ასე თქვა, თუმცა
რაღაც deadlines არ აწესებს არც ტრამპი და არც პიტ ჰექსეტი. ისინი ამბობენ, რომ იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ უფრო ხანგრძლივი ოპერაციაც ჩავატაროთო, თუმცა ამ ნაწილში ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს არ იქნება ერაყის მსგავსი კამპანია, გაწელილი პროცესი, ეს იქნება უფრო მოკლევადიანი და შედეგზე ორიენტირებული პროცესი. აქვე, როდესაც უსვამდნენ ჟურნალისტები კითხვებს, ტრამპმა ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ არაფერს არ გამოვრიცხავ იმას, რომ მაგალითად ქვეითების ჩართვაც გახდეს საჭირო, სწორედ აი ამ კონტექსტში ახსენა, რომ ეს არ იქნება გაწელილი პროცესი, თუმცა თქვა, რომ მე არ ვფიქრობ, რომ მათი ჩართვა საჭირო გახდება, მაგრამ თუ გახდება საჭირო და თუ შესაბამის გადაწყვეტილებას უკარნახებს პროცესი, ის ამ გადაწყვეტილებაზე უარს არ იტყვის. დიდი ალბათობით აქ შეიძლება, სადმე პერსპექტივაში მოიაზრებოდეს რაღაც შეზღუდული ოპერაციების, სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართულობით და რაღაც პატარა ჯგუფების გადასხმა კონკრეტული მისიების შესასრულებლად. არავითარ შემთხვევაში აქ არ იგულისხმება რაღაც დიდი სამხედრო კამპანიის დაწყება ჯარების ჩართულობით, ასე ვთქვათ, როგორც იყო ავღანეთში და ასე შემდეგ. რომ დაუბრუნდეთ ამჟამად CENTCOM-ის გეგმებს და მათ მიღწეულ შედეგების მიმოხილვას, ეს მთავარი თქვი პრინციპში, რომ უნდა ველოდოთ უფრო დიდი ძალებით ავიაციის ჩართულობას და უფრო ძლიერ დაბომბვებს ირანის ტერიტორიაზე, რომელიც პრინციპში უწყვეტად მიმდინარეობს ახლაც. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მასალა, მაგალითად, რომელიც CENTCOM-მა გაავრცელა, სადაც ჩანს ბალისტიკური რაკეტების გამშვებების განადგურება და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებაც არის ამ კადრში ნაჩვენები. მათ შორის აქ აი ამ კადრებში ჩანს, რომ გასაშვებად გამზადებული რაკეტების განადგურება ხდება. აი ვერტიკალურ მდგომარეობაში ეს გამშვებები არის მომართული უკვე იმისთვის, რომ ბალისტიკური რაკეტების გაშვება მოხდეს და სწორედ ასეთ მომენტებში ურტყამენ მათ. ასეთი არაერთი კადრი ვნახეთ გასული 2-3 დღის განმავლობაში და როგორც უკვე ვთქვი, პირველი ამოცანა არის სწორედ ირანიდან მომდინარე საფრთხეების ზედაპირზე არსებული საფრთხეების, არ ვიცი, შესაძლოა ასეც ვთქვათ, პრინციპში უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, აი ამის განადგურება და შემდეგ უკვე აი პირობითად დღეიდან და ხვალიდან უნდა ველოდოთ უფრო საცავების, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის და აი ამ არსენალის განადგურებაზე იქნება ის პროცესი მიმართული, რაზეც დენ კეინი საუბრობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ოფიციალურად განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობამ, უკავშირდება ირანის საზღვაო ფლოტის განადგურებას. მათ თქვეს, რომ და ესეც არის CENTCOM-ის ინფორმაცია, რომ 11 ხომალდიდან, რომელიც ყავდა ირანს ყურეში, ახლა მოქმედი და ჯანსაღი არის 0. არც ერთი აღარ დარჩა, ყველა მათგანი გაანადგურეს. ეს კადრია სწორედ ერთ-ერთი გემის აფეთქების. მათ შორის განადგურებული არის ის ეგრეთ წოდებული ავიამზიდი, რომლითაც ირანის სახელმწიფო მედია დიდ კამპანიას აგორებდა პროპაგანდისტულს, სადაც ეს იყო ნავთობტანკერი, მანამდე თუ სატვირთო ტანკერი და შემდეგ გადაკეთდა ავიამზიდად, სადაც განთავსებული იყო დრონები. ეს კონკრეტული ხომალდიც არის ჩაძირული, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობა. აქვე CENTCOM-ის გვერდზე ჩვენ გვაქვს ხშირად ესეთი პოსტები, სადაც სათაურია ფაქტ-ჩეკი და ესეთი პოსტები მიანიშნებს ცრუ ინფორმაციის გამოვლენაზე, ასე ვთქვათ, და იმ ინფორმაციის გაბათილებაზე, რასაც ირანის რეჟიმის პროპაგანდა ავრცელებს. ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი ამბავი გასულ 24 საათის განმავლობაში იყო, რომ თითქოს მათ დაარტყეს აბრაამ ლინკოლნს ამერიკულ ავიამზიდს. იყო საუბარი იმაზე, რომ 4 რაკეტის გაშვება მოხდა, შემდეგ ნაწილობრივ ეს დადასტურდა ამერიკული მხრიდანაც, თუმცა ნათქვამი იყო იმ განცხადებაში, რომ ვერც ერთი რაკეტა ახლოსაც კი ვერ მივიდა რეალურად აბრაამ ლინკოლნამდე. ამ განცხადებაშიც სწორედ ამაზე არის აქცენტი და აქვე ნახსენები არის
შაჰიდ ბაღერი, ის ხომალდი, რომელზეც გიყვებოდით, შაჰიდების გამშვები ხომალდი და ნათქვამია, რომ აბრაამ ლინკოლნი, ამერიკული ავიამზიდი ახლა ისევ მისიას ასრულებს და ოპერირებს რეგიონში, თუმცა ერთადერთი ავიამზიდი, რომელიც აქ ჩაიძირა, სწორედ შაჰიდ ბაღერი არისო, ესეთი ცოტა სარკაზმით გაჯერებული განცხადება არის ეს ცენტკომის მხრიდან და აქვე დადასტურება აი ამ ხომალდზე არის საუბარი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იყო იმ მომენტში, როდესაც ეს სატელიტური ფოტო არის გადაღებული, მისი განადგურება მოხდა სხვა ხომალდებთან ერთად ჯამში, როგორც თქვი, 11 ერთეული გაანადგურეს ამერიკელმა სამხედროებმა მიტანილი ერიშების შედეგად. შემდეგი ეს არის კადრები, სადაც ტომაჰავკების გაჩვება ჩანს ამერიკული ხომალდებიდან, რომლებიც უსაფრთხოდ მანევრირებენ ოპერაციის ზონაში. ეს კადრები კი უკვე თეირანს ასახავს. პრინციპში ძალიან კარგად ქმნის შტაბ-ეჭდილებას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თეირანში გასული 24 საათის განმავლობაში. საკმაოდ ესეთი მოცულობითი კადრია, პანორამა, სადაც თითქმის ყველა მხარეს დიდი კვამლი ამოდის და აფეთქების კვალი ჩანს, ინტენსიურად გრძელდება ირანზე, კონკრეტულად თეირანზე და არა მხოლოდ თეირანზე, სხვა ქალაქებზეც იერიშების მიტანა და ყველა ჯერზე მნიშვნელოვანი ობიექტი ყავთ ისრაელის თუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ამოღებული, ესაც ამერიკელების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაცია, რომელიც ასახავს აქაც რაკეტების გაშვების მცდელობის მომენტში, აი ამ დანადგარების და ბალისტიკური რაკეტების განადგურებას. ესაც ერთ-ერთი ამის დამადასტურებელი კადრი გახლავთ. გუშინ უკვე ცნობილი იყო ოფიციალურად და გაცხადებული, რომ საქმეში ჩართული იყო ამერიკული ლეგენდარული ბომბდამშენები ბიორები. ამ შემთხვევაში ცენტკომი უფრო კონკრეტულად ამბობს, თუ რისთვის გამოიყენეს კონკრეტულად ბიორები და რას დაუმიზნეს მათ მძიმე ბომბები, როგორც ირკვევა, ჩამოყარეს მათ ბალისტიკური რაკეტების საწარმოების თავზე და ესაც ულამაზესი კადრები ბიორების, რომელიც მართლაც რომ შეუდარებელი ქმნილება არის და უდაოდ გამანადგურებელი. ირანმა ეს უკვე ორჯერ გამოცადა, როგორც ჩანს, ირანის რეჟიმმა უпростоრად უკვე ორჯერ გამოცადა თავის თავზე. აქვეა ინფორმაცია B1 ლანსერების ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დიდი ალბათობით ანალოგიური მიზნებისთვის იქნა ჰაერში აწეული და შემდეგ მისიის დასრულების შემდეგ ისინი ყველა, როგორც B2-ები, ასევე B1 ლანსერები დაბრუნდნენ უსაფრთხოდ ამერიკულ ავიაბაზებზე. ეს ინფორმაციაც უკვე არის დადასტურებული და აქვე, რადგან B2-ებს და B1-ებს შევეხეთ, არის საკმაოდ საინტერესო ცნობა. ეს კადრიც არის აღწერაში დართული, რომ გუშინ ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს არაკის ბირთვული კომპლექსი ირანში და მისი აი ამ ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი გაანადგურესო, ასეთი ცნობებია და აი ამ რეგიონიდან მოწოდებული, უпростоრად გავრცელებული მასალა, სადაც საკმაოდ შორი მანძილიდან თუ დავაკვირდებით ამ კადრს, ძალიან ბევრი კილომეტრი ალბათ აქედან, საიდანაც იღებენ ამ კადრს, მოშორებით მთების მიღმა ჩანსა ეს დიდი აფეთქებების კვალი, რაც მიანიშნებს მასშტაბზე. ხო, ესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი. მორიგი ბირთვული ობიექტი, რომელიც შეიძლება ახსოვს მაყურებელთა იმ ნაწილს, ვინც შარშანდელი მოვლენები იცის, ეს არის ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელიც მაშინ მნიშვნელოვნად დაიბომბა. ამ შემთხვევაშიც არის საუბარი იმაზე, რომ განმეორებითი დარტყმა განხორციელდა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე და კონკრეტული მონახაზები არის აქ გაკეთებული, გავადიდებ სატელიტურ გამოსახულებაზე, თუ რა ნაწილები არის კონკრეტულად 2 მარტს, ანუ გუშინ განხორციელებული დარტყმების შედეგად აი აქ
განადგურებული ეს სხვაობები ჩანს მანამდე გადაღებულ ფოტოებთან მიმართებით აი ამ კონკრეტულ კადრში. შემდეგი კადრი ეს გადაღებული არის უკვე მალარადი ესეთი სახელწოდების დასახლება ირანში, სადაც ასევე შორი დისტანციიდან ამას უნდა გაუსვა აქაც ხაზი, ალბათ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ჩანს უდიდესი კვალი აფეთქების აქაც და საუბარია იმაზე, რომ განადგურებული არის საჰაერო იერიშების შედეგად სამხედრო საწყობი. ალბათ აქაც მე რაკეტებს ან მსგავს შეიარაღებას ინახავდნენ და უკვე აღარ არსებობს და დაუბრუნდით თეირანში. ესაც ერთ-ერთი ეპიკური კადრი გასული 24 საათის განმავლობაში, როგორც ჩანს ხალხი სახურავებზე მაინც ადის და იღებს ასეთ კადრებს. და ანუ ეს კადრებიც მართლა ამას ქვია ადუღდა ალბათ სხვა რა შეიძლება უწოდოთ აი ამ გამოსახულებას. შეხედეთ რა ხდება თეირანში. ნახეთ. აქ ჭედავს, მაგრამ აქ ერთ-ერთ მომენტში ჩანს, კი ბატონო, აი აქ ჩანს დამატებით კიდევ ერთი რაკეტის დაცემის მომენტი. კიდევ შემდეგი ანუ 1 და 2 კი არა, რამდენიმე რაკეტა ეცემა ესეთ ობიექტებს, რომელიც მიზანმიმართულად იბომბება და შემდეგ პირწმინდად ნადგურდება. ძირითადად ეს არის სამეთაურო პუნქტები, IRGC-ის სამეთაურო შტაბები, იარაღის განთავსების ადგილები, აი კიდევ ერთი დიდი აფეთქება ხო დამატებით. სასწაულად ინტენსიური დაბომბვა არის და როდესაც ამას უყურებთ, თან მახსენდება ის განცხადება, რომელსაც თავშით გიყვებოდით, რომ უფრო მეტად ინტენსიური გახდება ეს ყველაფერი. ხო, მერე უკვე ხვდებით, რომ წარმოუდგენელია აი ამ ხელა მასშტაბის სამხედრო ოპერაციას გადაურჩეს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობები, მათი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად ნადგურდება და კიდევ განადგურდება. აქ მაგალითად ნაჩვენები არის, რომ დანგრეული არის IRGC-ის ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ერთ-ერთი შტაბ-ბინა და ნახეთ შენობა რა მდგომარეობაშია. ფაქტობრივად აღარაფერი აღარ არის, ჩონჩხის მეოთხედი იყო დარჩენილი. შეუძლებელია, რომ აქ რამე მიფუნქციონიროს და რა გამოდის, რომ ხდება დეზორიენტაცია აი ამ სამხედრო დანაყოფების თუ გასამხედროებული დანაყოფების, მათ შორის დარტყმები ხდება ბასიჯთა კორპუსზე, ასეთი კადრებსაც ვნახავთ. ესაც IRGC-ის შტაბ-ბინა და ტომაჰაუკის ტიპის რაკეტების დარტყმის ეფექტი, თუ არ ვცდები ეს იგივე იერიშია, რომელიც წინა ნიუსში ვნახეთ, ის მასშტაბური აფეთქებები სადაც ჩანდა, კი ბატონო, აქაც ეს რაკეტების დაშვება ჩანს, უბრალოდ სხვა რაკურსიდან არის გადაღებული ეს კადრი. ესაც IRGC-ის კიდევ ერთი შტაბი, რომელიც გასული 24 საათის წინ დაიბომბა, თუმცა მანამდეც წინა დღეებშიც ვნახეთ არაერთი ასეთი შტაბი, რომელიც დაიბომბა და წინა ვიდეოებშიც შეგიძლიათ რომ გადახედოთ ამ მასალებს. ხო, შემდეგი ნიუსი აქ ჩვენ ვახსენებდით იმას, რომ განადგურდა ფლოტი ირანის რეჟიმის, ასე ვთქვათ, სამხედრო ფლოტი, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ფლოტთან ერთად მისი ხელმძღვანელიც არის ლიკვიდირებული, ირანის საზღვაო ძალების შეფი, ადმირალი შაჰრამ ირანი. საინტერესო გვარია, ირანი არის მისი გვარი, იყო მისი გვარი უბრალოდ მოკლული არის თეირანში განხორციელებული ერთ-ერთი დარტყმის შედეგად. ეს კადრი მახსოვს, წინა ვიდეოში მქონდა ერთ-ერთი მასშტაბური იერიში იყო 2 დღის წინ, ზუსტად 2 დღის წინ. ჩვენ ძირითადად ახლა თვალს ვადევნებდით ამერიკული იერიშებს, ახლა ისრაელის ნამოქმედარზე გადავალ. ეს ნიუსი გავრცელებულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ცნობაზე დაყრდნობით, აქვე მოტანილი არის თავდაცვის სამინისტროს გრაფიკული გამოსახულება და მაშინ ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დარტყმა განხორციელდა ათეულობით
შტაბზე, რომელიც ეკუთვნოდა ირანის რეჟიმის შიდა უსაფრთხოების ძალებს უშუალოდ თეირანში და ასევე სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ ისრაელის ავიაციამ დაარტყა 10-ზე მეტ სამეთაურო პუნქტს, რომელიც ეკუთვნოდა ირანის დაზვერვის სამინისტროს სამეთაურო ცენტრს, რომელიც ეკუთვნოდა IRGC-ის, ანუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ყუდსის ძალებს და ამ ყველა ობიექტზე თავმოყრილი იყვნენ დარტყმების მომენტში ირანელი სამხედროებიო, აი ამას ამბობს ეს კონკრეტული სიახლე. დარტყმები განხორციელდა ასევე ბალისტიკური რაკეტების გამშვებებზე, იარაღის საწარმოებზე და IRGC-ის სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ობიექტებზე. ეს არის უკვე ბასიჯების კორპუსზე მიტანილი იერიში. ბასიჯების კორპუსი აქვე ახსნილია, რომ ექვემდებარება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. ეს არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, და ბევრ ცუდ საქმეებს ემსახურებოდა ეს ხალხი, მათ შორის დასმენებს, მათ შორის იგივე დარბევის დროს აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და ხალხის ხოცვის დროს, რაც ვნახეთ იგივე იანვრის თვეში და ამაზე ძალიან ბევრ საუბრობდნენ ირანელი ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და ირანელი აქტივისტები. ბასიჯებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით რეჟიმის გაძლიერებაში, წლების განმავლობაში და ამ შემთხვევაში ესაც იყო ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ჩანს, ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე. ამ ნიუსში ვკითხულობთ, რომ 2 ძლიერი აფეთქება მოხდა ბასიჯის კორპუსის ბაზაზე და საუბარია დიდი რაოდენობით მსხვერპლზეც. შემდეგ რა გვაქვს? ვახსენეთ დაზვერვის სამინისტრო, ირანის დაზვერვის სამინისტრო, ეს არის უკვე ოფიციალური წყაროს გავრცელებული გამოსახულება, ალბათ უკვე გეცნობათ ესეთ გამოსახულებებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს და შესაბამისი ზონა ამონიშნული, სადაც იერიში მიიტანეს და არის აქვე საუბარი შედეგებზე. მოკლული არის დაზვერვის მინისტრის მოადგილე და ასევე ისრაელის საქმეთა სამსახურის უფროსი და შპიონაჟის დივიზიის უფროსი. აქვე აღნიშნულია, რომ ეს ხალხი გეგმავდა სწორედ აქტივობებს, რომელიც მიმართული იყო ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, დასავლელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ და რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ უშუალოდ ქვეყნის შიგნით. შემდეგ გავაგრძელოთ, ხო, აი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სიმბოლურ ნიუსს მივადექით, როგორც თავშიც ვახსენე, დარტყმები განხორციელდა ირანის პარლამენტის შენობაზე. ეს ცნობილი ფოტო გამოსახულებაც, სადაც სულ რაღაც 2 დღის წინაც იყო ცნობილი შეძახილები სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას, სხვათა შორის პიტ ჰეგზეტი, ამერიკის ომის მდივანი გამოეხმაურა ერთ-ერთ ბოლო განცხადებებში აი ამ შეძახილებს და თქვა, რომ ისინი სკანდირებდნენ, ისინი ამბობდნენ ჩვენი მისამართით სიკვდილი ამერიკას და საპასუხოდ მიიღეს სიკვდილი ამერიკისგანო. ვიდრე ჩაწერას დავიწყებდი, უსმენდი ერთ-ერთ ირანელ ვლოგერს, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს და საკმაოდ პოპულარული ესეთი მიმომხილველი არის და პირდაპირ ირანულ წყაროებზე აქვს ცხადია მას წვდომა და ბევრი ინფორმაციას ფლობს. ეს ამბობდა ასეთ რამეს, რომ სიკვდილამდე აიათოლა ალი ხამენეიმ გასცა ბრძანება მისი პარლამენტის წევრების მიმართ, რომ არ გასულიყვნენ პარლამენტის შენობიდან. ესეც საინტერესო ამბავია. ისინიც დათანხმდნენო, ეს წყარო ასე ყვებოდა. თუმცა ამის შემდეგ ვიცით, რომ ხამენეის ლიკვიდაცია მოხდა და შემდეგ როგორ წავიდა საქმე საინტერესოა, დაემორჩილინენ თუ არა საბოლოოდ ამ ბრძანებას, თავდაპირველად დაემორჩილებოდნენ ცხადია. ახსნა იყო ასეთი, რომ ერთგვარად ცოცხალ ფარად იყენებდა ამ ხალხს თავისივე რეჟიმის წევრებს. რადგან ცოცხალ ფარს ვახსენება, აქვე უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც ეხება ციხის პატიმრების, ან რეჟიმის პატიმრების ტყვეების ცოცხალ ფარად გამოყენებას. მე ვნახე კადრები, სადაც ჩანდა პატიმრების ბორკილებ დადებული ხალხის შეყვანა სწორედ
ამ სამეთაურო შტაბებში, რომლის განადგურებაზეც მანამდე გიყვებოდით, ესეც ცდილობს ირანის რეჟიმი გადარჩენას, ცოცხალი ფარი ჭირდებათ მათ. პატიმრები გასაგებია, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი სამიზნეა ამ მხრივ და აიათოლას არ აღელვებდა პარლამენტის წევრებიც თუ იმ მონათხრობს დაუჯერებთ თავად ირანელი ჟურნალისტის არ არის აბსოლუტურად გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში არ ვიცით ჯერჯერობით ამ დარტყმების შემდეგ, რომელიც მიტანილია ირანის პარლამენტზე, არის თუ არა მსხვერპლი და არიან თუ არა თავად პარლამენტის წევრები მსხვერპლს შორის. საინტერესოა რა გამოვლინდება მომავალში ამ კუთხითაც. ხო, ცოცხალი ფარის გამოყენებაზე კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ხო ვიცით, რომ იგივე ჰამასის სტილია რა, სხვათა შორის ისრაელში ამბობენ ასეთ რამეს ხშირად, რომ რასაც ახლა ირანის რეჟიმი აკეთებს, ეს არის არა სამხედრო მოქმედებების დროს, თქვათ, თავმოყარე სახელმწიფოს ქცევა, არამედ ტერორისტული ქცევა არის. ეს პარალელი გაკეთდა მაგალითად მეზობელ ქვეყნებზე იერიშების მიტანის კონტექსტში, სამოქალაქო ობიექტებზე მიტანის კონტექსტში, რომ ეს არის ტერორისტული ქცევა, სწორედ და ეს არის ბევრის შეფასებით, როგორც ისრაელში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირანის ამჟამინდელი რეჟიმის ბუნება. ესაც ერთ-ერთი გამოვლინება ამის მიდგომის, იგივე პიტ ჰექსეტიც ამას ამბობდა, რომ ეს არის ლაჩრული ქმედებები მათი მხრიდან, როდესაც რეალურად მათ არც ერთი სამხედრო სამიზნე არ გაუნადგურებიათ, ხო? მოწინააღმდეგეს არც ისრაელის რამე თვითმფრინავი ჩამოუგდიათ, არც ამერიკული რამე ჩამოუგდიათ, მიიტანეს იერიშები ბალისტიკური რაკეტებით ბაზებზე, რომლებიც ევაკუირებული იყო დიდწილად, თუმცა ის მსხვერპლი, რაც არის საუბარი 6 ჯარისკაცის დაღუპვის ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე არის დიდი ალბათობით საუბარი, ეს არ არის ოფიციალური დადასტურება, თუმცა CNN-მა გაავრცელა ამაზე ინფორმაცია, რომ სწორედ ერთ-ერთ ბაზაზე მოხდა ეს იერიში და იქ დარჩენილი პერსონალის ნაწილი ემსხვერპლა. ამერიკელი ჯარისკაცები ამ ამბავს, თუმცა მთლიანობაში ამის მიღმა ჩვენ ნახეთ არაერთი იერიში სასტუმროებზე, აეროპორტებზე, სამოქალაქო სექტორში, ტურისტულ სექტორში და ასე შემდეგ. აი ამაზე მიანიშნებდნენ. სწორედ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ თემაზე, გადავალ შემდეგ ამბებზე. ირანის პარლამენტი აღარ მახსოვს მათ კობახიძე იყო თუ არა. იყო? არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს. ის კადრები სად არის გადაღებული? ცნობილ კადრს გულისხმობ, სადაც ბევრი უკვე ლიკვიდირებული ხალხის ფოტო არის და იქ რო დგას. სხვათა შორის ფაშინიანიც დგას იმ კადრში სამართლიანობისთვის უნდა ითქვას. აი, სხვაგან წავედი, დავბრუნდი. ხო, ესაც არის ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია. ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თეირანში დარტყმა განხორციელდა კომუნიკაციების ცენტრზე, სამაუწყებლო ცენტრზე, სადაც მათ შორის არის განთავსებული რამდენიმე არხი, სატელევიზიო არხი, რომელიც ექვემდებარება ირანის რეჟიმს, პროპაგანდისტულ მედიას დაარტყეს, შეგვიძლია ასე ვთქვათ. სხვათა შორის ეს დარტყმა არ ყოფილა გაფრთხილების გარეშე, ესაც უნდა აღინიშნოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა მიმართვა, შემდეგ მათ შორის სპარსულად და ასე შემდეგ გავრცელდა ეს მიმართვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდნენ სამოქალაქო ნაწილს მოუწოდებდნენ, რომ თუ ხართ ამ კონკრეტულ ადგილას, აუცილებლად უნდა დატოვოთ ეს სივრცე, იქიდან გამომდინარე, რომ დაანონსეს, რომ ჩვენ აქ გეგმავთ იერიშის მიტანას. ასევე მე ამ ამბავმა გამახსენა, რომ გასულ ზაფხულს 12 დღიანი ომის მიმდინარეობის დროს მაშინაც დაარტყეს სამთავრობო მედიის ობიექტებს ისრაელის საჰაერო ძალებმა და მაშინაც ზუსტად მახსოვს, რომ იგივენაირად მოხდა. ცხადია, ეს არ არის ხო სამხედრო ობიექტი და მათ უნდა ესეც სწორია, ეს უნდა გაეკეთებინათ აუცილებლად, უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მაშინ მე მახსოვს ძალიან ის სიმბოლური, ძალიან კარგად ის სიმბოლური კადრი, ტელეწამყვანი ქალი, რომელიც
რაღაც მუქარის ტექსტს კითხულობდა და ამ დროს მოხდა აფეთქება. შეიძლება ბევრს ნანახი გაქვთ ეს კადრი. ამ შემთხვევაში არ ვიცით, ფაქტია რომ ღამის განმავლობაში მოხდა ეს ამბავი, სულ რამდენიმე საათის წინ, თუმცა არ ვიცით იქ რა სიტუაცია იყო, რამდენად იყო სამუშაო პროცესი და ვინ დაემორჩილა ამ მოწოდებას, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და ვინ არა. თუმცა ფაქტია რომ ეს დარტყმა უკვე განხორციელებული არის და მე ვნახე ასევე კადრები, სადაც ჩანდა და მოქალაქეები ადგილობრივები ყვებოდნენ, თარიღსაც ასახელებდნენ და დროსაც ასახელებდნენ, რომ ამ კომუნიკაციების და სამაუწყებლო ცენტრზე რეალურად განხორციელდა დარტყმა. აქ რა გვაქვს? ესაც ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმა. ამ შემთხვევაშიც IRGC-ის შტაბი ერთ-ერთი, თუმცა არა თეირანი, არამედ სანანდა ესეთი დასახელების ქალაქი. აქაც ხედავთ რამხელა კრევა და აფეთქებების კვალი ჩანს აი ამ კადრში. მოკლედ, თეირანი არ არის მხოლოდ სამიზნე, ქვეყნის მასშტაბით ისინი ახორციელებენ იერიშებს. მე თავში გიყვებოდით, ახლა უკვე სხვა თემაზე გადავდივარ, ჰეზბოლას შესახებ და ისრაელის შესახებ, რომელმაც მეორე ფრონტი გახსნა, ასე ვთქვათ. ამ პოსტში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც ისრაელმა გამოაცხადა შეტევითი ოპერაციის შესახებ ლიბანის ტერიტორიაზე, ბეირუთში რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყესო და ახლობით 10 წუთის განმავლობაში ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურებული იქნა ჰეზბოლას ამჟამინდელი ლიდერი ნაიმ ქასემი. რადგან ლიკვიდირებული ხალხი ვახსენეთ, ძალიან საინტერესო პოსტი ისრაელის გვერდია, ასე ვთქვათ, სპარსულ ენაზე. აქ მე თარგმანი დამაინტერესა ამ ფოტოს ნახვის შემდეგ და გავხსენი. ესეთ რამე წერია, ძალიან მომეწონა, კარგი მიგნება იყო, რომ ამ გამოსახულებიდან მთელი ვინც დარჩა, არის მხოლოდ ირანის რუკა, რომელიც კედელზე კიდია. ხედავთ ხო? ალი ხამენეი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია მთელ თავის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, რომელიც სხვადასხვა დროს განადგურებულია. ისევ ხამენეის ფოტო გვაქვს შემდეგ ამბავშიც, ეს თანმიმდევრობა შემთხვევით არ დამილაგებია. კარგი გადასვლა პრინციპში, ასე ვთქვათ. და კარგია რომ ამ ვიდეოს ამ დრომდე უყურებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ასპექტი არის ეს ამ ამბის. აქ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე დაიწყო პროცესი არმიის რიგებში, ირანის არმიის რიგებში და არა რევოლუციის გუშაქთა კორპუსის რიგებში, ერთგვარად ხალხის მხარეს გადასვლის და რღვევა მიდის აი აქ შიდა, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან სიმბოლური ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი. სახე შენიღბული აკეთებს ვიდეო მიმართვას, ხელში უჭირავს ხამენეის ფოტო, რომელსაც ბოლოს წვავს. ის ამბობს, რომ არმიის ამოცანა და ვალდებულება არის ის, რომ დაიცვას და ემსახუროს საკუთარ ხალხს, საკუთარ ერს. სპარსულად საუბრობს, მაგრამ ინგლისური თარგმანი არის და ტიტრი გაკეთებული და ის ამბობს, რომ ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის ირანის ერის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ მიმართული, ეს არის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული და ჩვენო სამხედროებიო ეროვნული არმიის უერთდებით ხალხის მოძრაობასო, სახალხო მოძრაობასო და ასეთ რამეს ამბობს, რომ მე სიცოცხლეს გავწირავ ირანისთვის და ირანის ინტერესებისთვისო და შემდეგ უკვე წვავს ხამენეის სურათს. საინტერესო პრეცედენტია, უდაოდ საინტერესო განაცხადია და საერთოდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მოხდება შემდეგ ეტაპზე უკვე. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ იმ ყველაფრიდან, იმ მასშტაბიდან გამომდინარე, იმ ოპერაციებიდან გამომდინარე, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, ძალიან ძნელი წარმოსადგენი არის, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ირანის რეჟიმი ამ ყველაფერს გადაურჩეს, როდესაც მათ სულიერი ლიდერიდან დაწყებული, აი ამ კაციდან, ხამენეიდან დაწყებული
თითქმის ყველა მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა დაკარგეს. ფეზეშკიანი რჩება პრეზიდენტი ცოცხალი, ეს რა ქვია, საგარეო საქმეთა მინისტრი და ესეთი ხალხი ხო, ვიზეც დგას ეს რეჟიმი სამხედრო მაღალჩინოსნების თანმიმდევრულად განადგურება ხდება. უკვე 8 მაღალი რანგის სამხედრო პირი, გენშტაბის უფროსები, თავდაცვის მინისტრები და ასე შემდეგ არიან ლიკვიდირებული, ხო? გასაგებია, რომ მათი ჩანაცვლება მოხდება, თუმცა აქ მხოლოდ ადამიანურ რესურსზე არ ვლაპარაკობთ. ხდება მთელი არსენალის განადგურება, ხდება ასევე მთელი ინფრასტრუქტურის განადგურება, სამეთაურო შტაბების მოშლა, დეზორიენტაცია და ეს ყველაფერი განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც არ იყო მაშინ პროტესტი, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ირანული საზოგადოება არის ძალიან გაღიზიანებული, მათ გამოიარეს უმძიმესი პროცესები სულ ცოტა ხნის წინ და ისეთ დღეში არიან, რომ დღესაც სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის ფონზეც კი რიგ ქალაქებში და დასახლებებში ხალხი ქუჩაში გამოდის, რომ პროტესტი გამოხატოს, ამის აღსაკვეთად სწორედ რეჟიმის არსებულმა ნარჩენებმა დაიწყეს ასეთი მანევრები, რომ ეს IRGC-ის ხალხი მოტოციკლებით ქუჩაში გაუშვეს და რეიდებს ატარებინებენ, პატრულირებენ ერთგვარად ეს კოლონებად იმისთვის, რომ გამოიწვიონ შიში, ჯერ კიდევ აქვთ ამის რესურსი, რომ ხალხმა არ დაიწყოს ქუჩაში გამოსვლა. იმდენად განრისხებული არის საზოგადოება. და ამ პირობებში ინფრასტრუქტურის გარეშე ამ ხელა სამხედრო ზიანის მიღების ფონზე და ხელმძღვანელობის პირწმინდად გაჟლეტის ფონზე წარმოუდგენელია, რომ ამ რეჟიმმა ძალა შეინარჩუნოს და საიდან დავიწყე. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინდივიდები და ჯგუფები უშუალოდ სამხედრო მიმართულებით, არმიაში იქნება, პოლიციაში თუ რაღაცა იქ ძალოვან სტრუქტურებში, ვინც არის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ნაწილი. ვისაც სურს, რომ მართლაც ირანის ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს. ერთია ჯანსაღი ნაწილი და პრინციპში აქ არ უნდა გამოგვჭეს მედროვეებიც, რომლებმაც უკვე გაიაზრეს, რომ რეჟიმს ერხება და ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ფირფიტა გადაატრიალონ, ქუდი შემოიტრიალონ და ბანაკიდან ბანაკში გადაინაცვლოს. ამის მსურველები ძალიან ბევრი იქნებიან. მაგრამ არ ვიცი, ეს პორტირება რამდენად მარტივად მოხდება, ამაზე მიფიქრია, რთულად წარმოსადგენია ცოტა იმ სისხლის ფონზე, რაც უკვე დაღვრილია. და ცხადია, რომ ამ ხალხმა შეიძლება ჩვეულებრივმა ხალხმა ერთმანეთი არ იცის, მაგრამ შიგნით სისტემაში ხომ ყველა იცის, ვინ რა გააკეთა, ვინ რა ბრძანებები გასცა, ვინ ესროდა დამიზნებით ხალხს, ვინ იძლეოდა მსგავს მითითებებს, ხო? აი იმ ხალხს, ვისაც ასეთი ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი და ფაქტია, რომ ასეთი ძალიან ბევრია, ძალიან გაუჭირდება ეს პორტირება და უმტკივნეულოდ ფლანგის შეცვლა. ვიღაცებს მოუწევთ ალბათ, რომ ბოლომდე ჩაყვნენ ამ რეჟიმს, ვიღაცებს მოუწევთ გაქცევაზე ფიქრი და სხვათა შორის მაგაზე რო ფიქრობ ხოლმე სად მოუწევთ გაქცევაზე ფიქრი, ფიქრობ იმ ქვეყნების ჩამონათვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან ირანის მოქმედი ხელისუფლების პარტნიორებად. ევროპამ ვიცით, რომ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა IRGC, რუსეთი მოგვიხსენება, რომ ირანის მთავარი პარტნიორი არის და ვიცი, ზედმეტ მინიშნებებს არ გავაკეთებ, დანარჩენი მე გარკვეული ეჭვები და შიშები ამ კუთხით მაქვს და არ ვიცი თუ ამ მსჯელობაში თქვენს გამოყვებით მომწერეთ კომენტარებში. ალბათ გასაგებად ხსნი, რასაც გულისხმობ, არ მინდა რომ რაღაც ბრალდებები გამომივიდეს, თუმცა ხო, გარკვეული რაღაც ფიქრები მაქვს ამ საკითხთან მიმართებით. კარგით, გავეშვათ ამას, მოკლედ საინტერესო პროცესები მიდის როგორც ჩანს უკვე ძალოვან უწყებებშიც და ამ სამხედროს ეს ვიდეო მიმართვა ამ ხრივ ძალიან საგულისხმო ამბავი გახლავთ. ეს სამხედრო კი უკვე სხვა ფლანგზეა, რეჟიმის მსახურია, ასე ვთქვათ. ეს არის IRGC-ის სპიკერი. ხო არ მეშლება ხო IRGC-ია და არა არმია. აქ დაკონკრეტებული არ არის, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში ირანის სამხედრო სპიკერი აკეთებს ესეთ განცხადებას, რომ ხამენეის მკვლელობაზეო ჩვენ შური ვიძიეთო, 560 ამერიკელი ჯარისკაცი გავანადგურეთო,
14 ამერიკული ბაზა გავანადგურეთ და დავბომბეთო. ქუვეითში და ბაჰრეინშიც ბაზები აღარ არსებობსო და ასევე ის ცნობილი მითი, რომელიც უკავშირდება ავიამზით აბრაამ ლინკოლნს, კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 4 რაკეტა გაუშვით და აბრაამ ლინკოლნიც განადგურებული არისო. რა ვიცი. ვისაც ჯერა გაატარეთ 560 ჯარისკაცი მოვკალითო, არ ვიცი. ბაზებზე კი ბატონო მიიტანეს იერიში, თუმცა 560 რაღაცა ზღაპრების ჟანრის მიღმა არის კიდე რაღაც სასწაულ ამბობს. რეალურად ვიცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული არის უკვე თავშიც ვახსენე 6 ჯარისკაცის დაღუპვა და რადგან დანაკარგებზე საუბრობ, აქვე უნდა ვახსენო ის მეგობრული ცეცხლი, რომელიც გახსნეს ქუვეითში, კიდევ ერთხელ 3 საბრძოლო თვითმფრინავი არის განადგურებული. თუმცა არა ირანის რეჟიმის სამხედროების ხელით. ეს არის აქ საკვანძო ამბავი. იმ ამბავზე მიმდინარეობს გამოძიება, აშკარად ძალიან დიდი ესე ჩვენებურად რომ ვთქვათ, ჩეპე დაემართათ. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, მანამდე კი, რადგან ირანის რეჟიმის მიერ განხორციელებულ იერიშებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო გასული 24 საათის განმავლობაში, რომ კვიპროსში დაარტყეს ბაზას და ამას მოყვა დიდი ამბავი, მათ შორის ბერძნული საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქ აგზავნოს კვიპროსის ბაზაზე მხარდასაჭერად F-16-ები და მოხდეს პატრულირება იმისთვის, რომ განმეორებითი დარტყმები არ განხორციელდეს. და სწორედ კვიპროსში განხორციელებულ იერიშს, რომელიც დრონით იქნა მიტანილი, უკავშირდება ძალიან საინტერესო და სიმბოლური ამბავი. აქ რუსულ დასახელებას ხედავთ, კომეტა, ასე ქვია თურმე ამ მოდულს, რომელიც ნავიგაციის სისტემა არის და რუსების მიერ არის ეს ტექნოლოგია შემუშავებული, რომელიც არის ინტეგრირებული ამ შაჰიდის დრონებზე, ირანული შაჰიდის დრონებზე. აი აქ არის სწორედ მთავარი ამბავიც, რომ როგორც გაირკვა გარკვეული ტექნოლოგიების მიმოცვლა ხდება, როგორც აღმოჩნდა რუსეთსა და ირანს შორის. მოგეხსენებათ, რომ შაჰიდის ტიპის დრონებს რუსები აქტიურად გამოიყენებდნენ ომის დაწყებიდან ამ დრომდე პრინციპში უკრაინის წინააღმდეგ და საპასუხოდაც მათაც რაღაც ტექნოლოგია მიუწოდებიათ. ფაქტია, ირანის მიერ გაშვებულ დრონებში კვიპროსში იპოვეს რუსული ეს ტექნოლოგიები და ესაც საგულისხმო და საინტერესო ამბავია, რომელიც მიუთითებს პირველ რიგში იმას, რომ რა მასშტაბის არის, ხო, მათი ურთიერთ დახმარება და ეს რეჟიმები ერთმანეთს როგორ აძლიერებენ, ეს მათი კავშირი, რომელიც ირღვევა და ეხლა ამიტომაც არიან რუსეთში პანიკაში, იგივე მედვედევი უკვე ემოციებს ვერ თოკავს და რაღაც სასწაულ პოსტებს აქვეყნებს. ამერიკის პრეზიდენტთან მანამდე ხო ვითომ დაალაგდნენ და ეხლა ბოლო სერიაში ლანძღავს ისევ მედვედევი. მოკლედ, ხო, რუსეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, ირანის რეჟიმის ცვლილება გამოიწვევს დიდ გავლენას მთლიანად რეგიონზე და კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რომელიც თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ მოკავშირეებს კარგავს მთელ მსოფლიოში. და, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვისაც, იმიტომ რომ არ დავიწყდეს ვინმეს, თუ ვინმეს დაავიწყდა შევახსენოთ. მათ შორის მათ, ვინც კომენტარებშიც აუცილებლად შემოგვიხტებიან, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი. ხო, გავაგრძელოთ. აქ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს და მის ჩაკეტვას. ეს არის კიდევ ერთი განცხადება ირანელი გენერლის მხრიდან. გენერალი ჯაბარი ასეთ რამეს ამბობს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც გაივლის და გამოივლის ჰორმუზის სრუტეში, ჩვენ აუცილებლად ვესვრით და ჩვენი გმირი სამხედროები ამისთვის მზად არიანო. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტული სულისკვეთებით არიან გამშვალული ირანის რეჟიმის პოლიტიკა
პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები ახლა ისინი მთელი იმედს ამყარებენ იმაზე და ამიტომ ურტყამენ ამ მეზობელ სახელმწიფოებსაც სწორედ თუ იმეს გონია რომ მართლაც იქ ამერიკელი სამხედროების განადგურება უნდათ ალბათ ვერ დაგეთანხმებით მაგ მსჯელობაში მათ რეალურად სხვა მიზანი ამოძრავებს როდესაც ურტყამენ იქ დუბაის, კუვეიტს თუ ასე და ასე შემდეგ, ხო? მათი მიზანი არის მთელი სამეზობლოს დატერორება, მათი მიზანი არის შეშინება, მსოფლიოს შეშინება იმით რომ იქ სადაც მოძრაობს ნავთობის 20% ყოველდღიურად მილიონობით ტონა ნავთობი ჩვენ ამ სრუტეს ჩავკეტავთ და აი ამ ტერორის ხარჯზე უნდათ რომ გადარჩნენ. ეს არის და ეს მათი მთელი პოლიტიკური გათვლა ამაში მდგომარეობს და ამით აშანტაჟებდნენ წლების განმავლობაში მთელ რეგიონს რომ ორმუზის სრუტეს ჩავკეტავთ თუ ვინმე თიც დაგვაკარებს. მე თუ მკითხავთ იმ მეზობელ ქვეყნებს ამდენი შანტაჟი არ უნდა მოეთმინათ, მათ უფრო მეტი შეეძლოთ გაეკეთებინათ გასული წლების განმავლობაში იმისთვის რომ ირანის რეჟიმი ამდენ ხანს და ასეთი ტემპით არ გაძლიერებულიყო და ამხელა უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა ყველაფერზე. ნუ ახლა ისინი გამოფხიზლდნენ, იმიტომ რომ უკვე რა ვიცი, შაჰიდები და ბალისტიკური რაკეტები ცვივა მათ ტერიტორიაზე და მათ შემოსავლებსაც აქედან გამომდინარე და ეს მნიშვნელოვანი დეტალია, მათ შემოსავლებსაც რეალურად საფრთხე ემუქრებათ. ხო, ნავთობი გასაყიდია, აბა რას ვიზავთ. ახლა, უკვე ისინი ალაპარაკდნენ იმაზე, რომ უნდა დაიწყონ სამხედრო პასუხის გაცემა. ნახოთ, აბა რა პასუხს გასცემენ, ფაქტია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციებით შემოიფარგლებიან, იყენებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომ გაანეიტრალონ ირანელების მიერ გაშვებული დრონები და გაშვებული ბალისტიკური რაკეტები. საუდის არაბეთი შედარებით აქტიურობს, ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ შეტევით ოპერაციის წამოწყებასაც ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. თუმცა, ნახოთ. კარგით, შემდეგი ამბავი ესაც ძალიან საინტერესო და უფრო სხვა ასპექტი, ვცდილობ რომ მრავალმხრივი ამბები შევარჩიო ხოლმე, რომ უფრო ფართო სურათს ეკონდეთ წარმოდგენა. ერაყში ხდება საინტერესო მოვლენები, ასევე პაკისტანში ხდებოდა დაახლოებით იგივე. ამერიკული საელჩოები არის სამიზნე და პროირანული ძალები იკრიბებიან და სერიოზული არეულობა მოაწყეს პრინციპში. აქ ნაჩვენები არის კადრები, სადაც პირდაპირ შეიარაღებული დაპირისპირება ჩანს ერაყის უსაფრთხოების ძალებთან და არის მსხვერპლიც. იმედია ეს ვიდეო ოდესმე ჩაიტვირთება და გაჩვენებთ კადრებს. საკმაოდ ისეთი ინტენსიური სროლა და ცეცხლი და უბედურება ხდება ერაყში ამერიკის საელჩოს გარშემო. ხო, არ ჩაიტვირთა, მაგრამ აქ ჩანს და აღიქვამთ ასე აი ესეთი ფორმითაც რომ გაჩვენოთ. აქ თუ აკვირდებით, პისტოლეტებით შეიარაღებული ხალხიც არის და ცეცხლს ხსნიან იქით ესვრიან უსაფრთხოების ძალებს. ხანძრები და მთელი ამბავია. მოკლედ ამერიკის საელჩოები ერაყში და პაკისტანში გახდა სერიოზული აგრესიის სამიზნე. და ვნახოთ რამდენად გაართმევენ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები თავს, რომ უზრუნველყონ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება. ბოლო ამბავი დამრჩა და ნამდვილად არ ინანებთ ისინი, ვინც ბოლომდე უყურებდით ამ ვიდეოს, იმიტომ რომ არ ვიცი ხალხო, მე ამ კადრზე უბრალოდ შოკში ვიყავი რომ ნახე. ეს არის ერთ წუთი წყაროსაც შეგახედებთ რომ რამე არ გეგონოთ რომ ეს ან მონტაჟია ან რაღაც AI-ის გაკეთებული, მოკლედ ირანული წყაროა. აი ეს არის ორიგინალი, უბრალოდ კადრმა მიიქცია ყურადღება და შემდეგ ნახე თარგმანი, სადაც ნათქვამი არის რომ ეს ხალხი გლოვობს სულიერ ლიდერს. დანარჩენი უკომენტაროთ. ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ არის აი ეს კადრები გადაღებული.
ну, როგორც გითხარით, ამაზე დამატებით კომენტარი, მე მგონი საჭირო არ არის ხალხო, ეს აბსოლუტურად სხვა ლეველის სიგიჟეა, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ. არ ვიცი რა იძულებს ამ ხალხს ამის კეთებას, მოკლედ. თუმცა, რადგან იძულებაზე ვახსენე, წინა ვიდეო ნახეთ, ვისაც არ გინახავთ, იქ არის ნაჩვენები ირანელი ტელეწამყვანები, როგორ გლოვობენ აიათოლა ალი ხამენეის, როდესაც მათ უწევთ სამსახურეობრივი ვალდებულება აქვთ, რომ ალი ხამენეის სიკვდილის ამბავი ერს უნდა შეატყობინონ, ძალიან ბევრს კარგავთ თუ ეგ კადრები არ გაქვთ ნანახი და აუცილებლად ნახეთ. კარგით, ამით დავასრულებ, თუმცა მუშაობას არ ვასრულებ, აუცილებლად ვაგრძელებთ ამ ამბის, კარგით, ახლა ცოტა ის ირონია და ამბავი გვერდზე რომ გადავდოთ, მართლაც დიდი ამბები ხდება ჩვენს გარშემო, ძალიან დიდი თემა არის, რომელსაც აუცილებლად მივადევნებ თვალს. ვეცდები, რომ მოგიმზადოთ კიდევ მომდევნო ეპიზოდებშიც ისე ინფორმაცია, რომ ამ ინფორმაციის ზღვაში ძალიან ბევრი რამე ვრცელდება, შეგეძლოთ საერთო ჯამში, საერთო სურათის დანახვა და რაღაცნაირად კონდეთ უწყვეტად ინფორმაცია თუ რა ხდება, რა პროცესებს ვადევნებთ თვალს და რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური კონტექსტი. შეამჩნევდით ალბათ, რომ მე ვცდილობ, რომ გარდა მშრალად ამბების მოყოლისა, როგორცაც რა ვიცი, რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაგალითად წააწყდები, ვცდილობ, რომ რაღაცნაირად კონტექსტიც მიმოვიხილო და შესაბამისად ჩემი აზრიც გაგიზიაროთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა თუ ამდენი ხანი მიყურებდით, დიდი მადლობა ვინც ხართ არხის გამომწერები და ჩემ მხარდამჭერები. დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ არ ხართ გამომწერები და ამ დრომდე მიყურებდით, ალბათ არ უნდა გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გამოიწერეთ, ბარემ თუ ასე და გაინტერესათ, ძალიან მიხარია. იმედია ჩვენი აუდიტორია კიდევ უფრო გაიზრდება, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს და აქვე მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ გახდით ჩემი სპონსორები. ჩახედეთ არქის ეს ვიდეოს აღწერაში მონაცემებს და სურვილის შემთხვევაში ჩაერთეთ დონაციაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქამდე ეს გააკეთა და შემიწყო ხელი ამ საქმის გაგრძელებაში. ნახვამდის, დაგიბრუნდებით მალე შემდეგი ეპიზოდით.